გიორგი ნაკაშიძე. Mama, take this badge from me. I can't use it anymore. It's getting dark to see. Feels like I'm knocking on heaven's door. Knock, knock, knocking on heaven's door. Hey, hey, yeah, yeah, yeah. Knock, knock, knocking on heaven's door. Knock, knock, knocking on heaven's door. Yeah, yeah. Knock, knock, knocking on heaven's door. Yeah, yeah, yeah. Mama put my guns in ground. I can't see them anymore. That cold black cloud is coming down. Feels like I'm knocking on heaven's door. Yeah. Knock, knock, knocking on heaven's door. Yeah, yeah. Knock, knock, knocking on heaven's door. Knocking, knocking on heaven's door. Hey, hey, yeah, yeah, yeah. Knock, knock, knocking on heaven's door. Knock, knock, knocking on heaven's door. Yeah, yeah. Knock, knock, knocking on heaven's door. Knock, knock, knocking on heaven's door. Yeah, yeah. Knock, knock, knocking on heaven's door. Knock, knocking on heaven's door. No, 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 yeah, yeah, yeah. Knock, knock, knocking on heaven's door. Yeah, 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 yeah. დარბაზი ფეხზეა, ჯარისკაცები ფეხზე არიან, თამთა და გიორგი ფეხზე არიან. გიორგი უკუდავის სიმღერა შეასრულა, მართლა ძალიან მაგრა. ბრავო, ბრავო. თამთა, შენც ფეხზე იდექი 2 წუთის წინ, 2 წამის წინ. დავით, გვითხარი, როგორ მოგეწონა? ესეთი რა? არა მდგარო არაზოს გიორგიზე ფეხზე. ნუ ხო, არა, მე ვთვლი რომ იმღერე საოცრად შესაფერისი, შენთვის შესაფერისი სიმღერა და საოცრად კარგად. ანუ წინა მართლა არ მომეწონა ისე რომ ეთქვა. აქ ამ ამპულაში მომეწონე და ამას რა თქმა უნდა ვიტყვი მეც დიდი სიამაყით, ასე ვთქვათ, როგორც ჟიურის ერთ-ერთი ჟიურის წევრი. ძალიან კარგი იყო. მით უმეტეს რომ მიუხედავად იმისა რომ ამ ტექსტს ამ სიმღერა ძალიან ისეთი რთული და მძიმე ტექსტი აქვს და შეიძლება რაღაცა არ მომწონებოდა, მიუხედავად ამისა მაინც ყველაფერი ძალიან კარგი იყო და რაც თავარია შენ იყავი ძალიან კარგი იყო. დიდი მადლობა და სანამ მენტორი ფეხზე დგას, მოდი მოусმინოთ სოფო. ერთი სული აქვს, ოღონდ მე არაფერი არ ვთქვა და თვითონ თქვას ყველაფერი. იმიტომ რომ მე არ ვიქნები მაშინ ობიექტური თუ ვიტყვი რომ ყველაფერი მომეწონა, იმიტომ რომ უბრალოდ გულწრფელი არ ვიქნები, რამდენად არ ვიცი ობიექტური თუ სუბიექტური.
ყოველი შემთხვევისთვის მე მინდა ვთქვა ის, რომ წინა სიმღერაში ბევრად უფრო მომეწონა, იმიტომ რომ ბევრად უფრო ემოციური იყო. ასეთი ის კი არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეხა არ მომეწონა. უბრალოდ ასეთი გიორგი ნაკაშიძე მე უკვე ნანახი მყავს და ვიცი, მიჩვეული ვარ და ისეთი გიორგი ნაკაშიძე მე არ მყავდა ნანახი, ამიტომ წინა სიმღერამ ბევრად უფრო იმოქმედა. საერთო ჯამში თავისი დადგმით, ყველაფრით, შეხტომით, გადმოხტომით, შენი აი ეს ჩვეული ენერგიით, რომელიც შენ გაქვს, ძალიან კარგი ნომერი იყო. და მენტორს ერთი სული აქვს, როდის იტყვის გიორგიზე თავის საქმეს. მე გიჟდები ასეთ ნაკაშიძეზე, ზუსტად რომელიც შეიძლება ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ აი ეს არის ნამდვილი ნაკაშიძე. ფერიო ბიჭებო, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი იყო და სრულიად განსხვავებული, მაგრამ ესეც არის ის ნაკაშიძე, როგორც ჩვენის პირველად გავიცანით და როგორც არის მისი ნამდვილი სული. აი ეს დადგმა, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გარკვეულწილად აგრესიულიც, ასეთი შემტევი, რა თქმა უნდა, მაგრამ სინამდვილეში ხედავს მაყურებელი ეს ვერ წარმოიდგენთ როგორი კეთილი და დადებითი ადამიანია. ეს მისი არტისტიზმია, მაგრამ მე ახლა დარბასთან ერთად აგერ XTB ყვირის გილოცავთო და მე მათ უნდა შევუერთდე, იმიტომ რომ სულ რაღაც 5 წუთია, რაც გიორგი 19 წლის გახდა დაბადების დღეა. გილოცავ. და მე მინდა Happy birthday to you. აი ეს მინდოდა ზუსტად. Happy birthday to you. Happy birthday dear Gio. Happy birthday to you. ყველაზე კარგი მოლოცვა იქნება ის, რომ გიორგი დღეს მოხდეს ფინალში გარანტირებულად. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი წინა ლაივზე გახდათ ლიდერი, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, ასე რომ თქვენი აქტიურობა არის ახლა ყველაზე მეტად საჭირო, ასე რომ დაურეგეთ ჩვენ იუბილარს ნომერზე 093000308. ორი ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნება, ავტომატურად გადავა ფინალში, ხოლო დარჩენილი 4-დან კი მენტორები აირჩევენ ერთს, მესამე ფინალისტს. და გავაცილოთ გიორგი ნაკაშიძე. დააჭირე გამოწერის გილაკს და მოისმინეთ ჩემი შეფასებები იქამდე, ვიდრე მათზე ყველა ალაპარაკდება.